ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ირანული დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ეროვნულ არქივში დაცულ სპარსული საბუთების კოლექციასაც გაეცნობა. კოლექცია 1237 საბუთისგან შედგება, რომლებიც მე-16-მე-20 საუკუნეები დათარიღებულ შაჰის ფირმანებს, ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს, წერილებს, არზებს, შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციები და სავაჭრო გარიგებათა ხელწერილებს მოიცავს. გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს იმ ძალიან მდიდარი ისტორიული დოკუმენტების შესწავლას, რომელიც ინახება როგორც საქართველოში, ასევე ირანში. გულისხმობს აგრეთვე სარესტავრაციო, სამეცნიერო სამუშაოების გაღრმავებას, ჩვენი მეცნიერებისა და კოლეგების ურთიერთგაცვლას. ჩვენ ვიზით საქართველოში ისტორიული მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცების თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, მალე ქართველები გვეწვევიან და ჩვენთან დაცულ ქართულ მასალებს გაეცნობიან.